ომმა უკრაინაში რუსეთი შეუქცევლად შეცვალა. მან ქვეყანა, რომელსაც ოდესღაც დიდი ძალა და პოტენციალი ჰქონდა, გადააქცია თავისი ძველი სახის ცარიელ გარსად, უსიცოცხლო ნარჩენად, გვამად, რომელსაც მმართველები სასოწარკვეთილად ცდილობენ და ვერ ახერხებენ ხელახლა გაცოცხლებას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთი ესეთ დრამატულ კოლაფს განიცდის. ეს უკვე მესამედ ხდება. მაგრამ ამჯერად შესაძლოა ეს ყველაზე დამანგრეველი იყოს. იმის გასაგებად, რატომ ხდება ასე, ჯერ უნდა გადავდგათ ერთი ნაბიჯი უკან, წარსულში. ზუსტად 100 წელზე მეტი უკან უნდა დავბრუნდეთ. 1917 წელს, როცა პირველი დიდი რუსული კოლაფსი მოხდა. ეს იყო წელი, როცა დაიწყო რუსული რევოლუცია, როდესაც რუსეთის იმპერიის ხალხი, რომელიც სიღარიბესთან, უთანასწორობასთან და პირველი მსოფლიო ომის დამანგრევალ შედეგებთან ბრძოლაში იყო ჩართული, დაიღალა და იმედგაცრუებული დარჩა თავიანთი ცალისტი ბრძანებლებით პლებით. დაიწყო პროტესტები და გაფიცვები. და იმდროინდელი ცარი ნიკოლოზ II იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, რითაც დასრულდა იმპერიული მმართველობის რამდენიმე საუკუნე. ამის შემდეგ, დროებითი მთავრობის მოკლე პერიოდის შემდეგ, ქვეყანა თავიდან ააშენა ვლადიმირ ლენინმა და მისმა სოციალისტმა ბოლშევიკებმა. მათ წარმოედგინათ უკეთესი და უფრო წარმატებული რუსეთი, სრულიად ახალი სისტემის, საბჭოთა სისტემის ქვეშ. ეს სისტემა ერთ ცენტრალურ იდეაზე იყო დაფუძნებული. პირადი საკუთრების კონცეფცია აღარ უნდა არსებობდეს. ამის ნაცვლად, ეკონომიკური საქმიანობების უმეტესობის დაგეგმვა და კონტროლი სახელმწიფოს უნდა ეკუთვნოდეს. მოსახლეობას კი უთხრეს, რომ პირადი სურვილები, კომფორტი და სიმდიდრე უნდა დაევიწყებინა და თავი უნდა მიეძღვნა საერთო კეთილდღეობისთვის, რათა გვერდიგვერდ ემუშავათ უფრო ნათელი და ბედნიერი მომავლისთვის. ამ სისტემის მთავარი უპირატესობა ის იყო, რომ საბჭოთა კავშირს უზარმაზარი რესურსების ძალიან ეფექტურად მობილიზების საშუალება მისცა. ამის წყალობით შედარებით მარტივი იყო ყველაფრის აშენება, გიგანტური ქარხნებიდან ბირთვულ პროგრამებამდე. და რა თქმა უნდა, დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძლიერი არმიის შექმნაც. მაგრამ როდესაც მსოფლიო პოსტინდუსტრიულ ეპოქაში გადავიდა, საბჭოთა სისტემა აღარ მუშაობდა ისე კარგად. მას აკლდა ის მოქნილობა, რაზეც სხვა საზოგადოებები სულ უფრო მეტად იყვნენ დამოკიდებული. ის ინოვაცია, რომელმაც სხვა ქვეყნებს წინსვლა მისცა იმ სფეროებში, სადაც საბჭოთა კავშირი სტაგნაციას განიცდიდა. ქვეყანა მაინც ახერხებდა შთამბეჭდავის საინჟინრო მიღწევების განხორციელებას. მან კოსმოსში ადამიანი ამერიკის შეერთებულ შტატებზე ადრე გაგზავნა და ასევე გაუშვა მსოფლიოს პირველი თანამგზავრი. მაგრამ უფრო მარტივ სფეროებში, იმ სფეროებში, რომლებიც ჩვეულებრივ მშრომელ ადამიანებს ყველაზე მეტად ეხებოდათ, ქვეყანა ძალიან ჩამორჩებოდა. ეს იყო სისტემა, რომელიც ზედმეტად იყო დამოკიდებული ადამიანების კოლექტივად აღქმაზე, როგორც მანქანის დეტალებზე, რომლებიც ერთნაირად მოძრაობენ, თავისუფლების გარეშე, რომ თავად იფიქრონ, მოერგონ და სიახლეები დანერგონ. ამასობაში მიუხედავად იმისა, რომ თავი წარმოედგინა კლასგარეშე საზოგადოებად, სადაც ყველა თანასწორი იყო, საბჭოთა კავშირს აშკარა და თვალსაჩინო მმართველი კლასი ჰყავდა, ძლიერი ელიტა, რომელსაც ნომენკლატურა ეწოდებოდა. ისინი სარგებლობდნენ ყველაზე მდიდრული ცხოვრებით, ექსკლუზიური ცდომით უცხოურ საქონელზე, პრესტიჟულ საკურორტო ადგილებზე და უმაღლესი ხარისხის ჯანდაცვაზე. ეს ყველაფერი რიგითი მოსახლეობისთვის მიუწვდომელი იყო. ეს იყო ჩამოშლილი სისტემა და მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის დაინგრეოდა ყველაფერი. 1991 წელს სწორედ ეს მოხდა. და ასე მივედით რუსეთის მეორე კოლაფსამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ჩამოყალიბებამდე. პოსტსაბჭოთა კაპიტალისტური სახელმწიფო, ახალი რუსეთი, გარეგნულად და შინაარსობრივად უფრო ჰგავდა დანარჩენ თანამედროვე სამყაროს, მაგრამ შეინარჩუნა დანაშაულისა და კორუფციის ბნელი და მახინჯი მხარე. ძველი ელიტები არ გამქრალან და არც ძალაუფლებაზე უარი უთქვამთ. ისინი უბრალოდ უფრო მდიდრები გახდნენ. ასე დაიწყო ოლიგარქების ეპოქა. მიუხედავად იმისა, ყიდულობდნენ თუ არა კერძო ქონებას, ფულს ოფშორულ ანგარიშებზე გადარიცხავდნენ, თუ იკავებდნენ ადგილებს ყველაზე დიდ კომპანიების საბჭოებში. რუსეთის საზოგადოების მწვერვალზე მყოფებმა დააგროვეს უზარმაზარი სიმდიდრე და ძალაუფლება და მათ არ სურდათ ამ ყველაფრის დათმობა. ამიტომაც მათ ხელი შეუშალეს ნებისმიერ კონკურენციას ან ნამდვილი დემოკრატიის ჩამოყალიბებას. ზუსტად ისე როგორც ადრე იყო, რუსეთი ისევ ჩარჩა დამსხვრეულ სისტემაში, რომელიც ცოტას აჯილდოებდა და ბევრს სჯიდა. მაგრამ სულ ცოტა ხნით მაინც ეს მუშაობდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ნავთობის. რუსეთის მუდმივად მზარდმა და სულ უფრო ძვირფასმა ნავთობის ინდუსტრიამ ქვეყნის ეკონომიკა შეინარჩუნა. ფული მოედინებოდა ქვეყნის ფართო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების ქსელიდან. და მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მყოფებმა ამ ფულის უმეტესობა მიითვისეს, საკმარისი ნაწილი მაინც დარჩა, რომ ნელ-ნელა გაეუმჯობესებინათ ქვედა ფენებისთვის ცხოვრების ხარისხი. საზოგადოებამ იცოდა, რომ სისტემა გახსნილი იყო და ზემოთ მყოფები მათ ხარჯზე ცხოვრობდნენ. მაგრამ ეს იმდენად არ აწუხებდათ, როგორც შეიძლებოდა, რადგან მაინც იღებდნენ გარკვეულ სარგებელს. სარგებელი, რომელიც საბჭოთა პერიოდში მიუწვდომელი იყო. მაგალითად, უცხოურ საქონელზე მარტივი ცდომა და შესაძლებლობა, რომ კარიერულად წინ წასულიყვნენ. საბოლოოდ შეეძინათ უკეთესი სახლი, უკეთესი საკვები, უფრო მდიდრული დასვენება და ასე შემდეგ. მაგრამ ომმა უკრაინასთან ეს დინამიკა დაანგრია. სისტემაში სერიოზული დაძაბულობა გამოავლინა და შეიძლება გამოიწვიოს მესამე და ყველაზე დამანგრეველი რუსული კოლაფსი.
იმ ფუნდამენტური სისტემების ეროზია, რომლებიც ქვეყანას ამუშავებს და ხალხს ქუჩაში აჯანყებისგან აკავებს. და ამ კოლაფსის პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ კაცს ეკისრება: რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. როდესაც მან ქვეყნის მართვა 20 წელზე მეტი ხნის წინ ჩაიბარა, პუტინმა აშკარად გადაწყვიტა, რომ ეს ძალაუფლება არასდროს დაეთმო და მას შემდეგ რუსული პოლიტიკური სისტემა თავის მიზნებზე მოარგო და გადაახვია. მაგრამ როცა ერთი ადამიანი ასე დიდხანს რჩება ხელისუფლებაში, მას ეს ფაქტი უნდა გაამართლოს. მათ ხალხს უნდა აჩვენონ, რომ აზრი აქვს. ისინი წლიდან წლამდე, 10 წლეულიდან 10 წლეულამდე ხელისუფლებაში დარჩნენ. ამის გაკეთება სხვადასხვა გზით შეუძლიათ. ყველაზე მარტივი გზა არის უბრალოდ კარგად მართო ქვეყანა და გახადო ის უკეთესი და უფრო წარმატებული ადგილი საცხოვრებლად, მაგრამ ეს ხშირად დროთა განმავლობაში გაცილებით რთული ხდება. სხვა გზა არის სამხედრო ოპერაციების ჩატარება. თუ ლიდერი აცხადებს, რომ იცავს თავის ქვეყანას ან იბრუნებს დაკარგულ მიწებს, შეუძლია ეს ნარატივი გამოიყენოს ხალხის მხარდასაჭერად, რაც ხსნის, რატომ მიხავს საბოლოოდ ბევრ დიქტატორს თავისი ქვეყანა ომში. ეს არის ბოლო გამოსავალი. ერთადერთი დარჩენილი გზა, რომ დაძველებულმა მმართველმა შეინარჩუნოს მნიშვნელობა. და როცა ომი იწყება, ახალი წესები ამოქმედდება. ამ ეტაპზე მნიშვნელობა აღარ აქვს, რა მოუვა ეკონომიკას, ან გაუუმჯობესდებათ თუ არა ხალხს ცხოვრება. რადგან მმართველებს შეუძლიათ თქვან, რომ ქვეყნის თვითგადარჩენაა საფრთხეში და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია. რეალურად კი ეს უფრო იმაზეა, რომ სასოწარკვეთილი მმართველი ყველაფერს აკეთებს, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება. სუსტად ის, რასაც პუტინი აკეთებს უკრაინაში. მას სურდა დაემკვიდრებინა თავისი მემკვიდრეობა. ისტორიაში შესულიყო როგორც რუსეთის უდიდესი მმართველი, თანამედროვე პეტრე დიდის მსგავსად. ამის შედეგად მან თავისი ქვეყანა დაანგრია. რადგან ერთადერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ომის წინა პერიოდში, მიუხედავად მისი დანგრეული სისტემისა, მაინც ფუნქციონირებდა, იყო ეკონომიკა. მას შემოსავალი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჰქონდა, რაც ოლიგარქების საბანკო ანგარიშებს ზრდიდა და თანდათან აუმჯობესებდა ცხოვრების დონეს მათთვის, ვინც სოციალურ კიბეზე ქვედა საფეხურზე იდგა. მაგრამ რუსეთის საომარი ეკონომიკა მისი ძველი თავის მხოლოდ სუსტი ანარეკლია. კრემლი შეიძლება ცდილობდეს მის დაცვას. ის შეიძლება მიუთითებდეს ქარხნებზე, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობს, მუშებზე, რომლებიც ჯერ კიდევ დასაქმებულები არიან და რეგიონებზე, რომლებიც კვლავ ზრდას აფიქსირებენ. მაგრამ თუ პროპაგანდას გადააბიჯებთ და რუსეთის დრევანდელ ეკონომიკურ რეალობას შეხედავთ, გაცილებით მძიმე სურათი იწყებს გამოჩენას. ეს არის სურათი ეკონომიკის, რომელიც ორ ნაწილადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი ომს ემსახურება, მეორე კი უბრალოდ იმისთვის არსებობს, რომ პირველი დააფინანსოს და ორივე ნაწილი საბოლოოდ განწირულია წარუმატებლობისთვის. წლების განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტის და ეკონომიკური აქტივობის უფრო დიდი ნაწილი მხოლოდ კონფლიქტს ეთმობა. ეს მოიცავს ისეთებს, როგორიცაა ქარხნები, რომლებიც აწარმოებენ დრონებს, რაკეტებს და საარტილერიო ჭურვებს. ასევე ყველა კომპანიასა და გუნდს, რომლებიც პასუხისგებელნი არიან ლოგისტიკაზე, ტრანსპორტზე, საწვავის სისტემებზე, დანადგარების ნაწილებზე, უსაფრთხოებაზე, რეკრუტირებაზე და კრემლის საომარი მანქანის სხვა ელემენტებზე. ეს არის ეკონომიკის ის ნაწილი, რომელიც რუსეთის ოფიციალურ პირებს რეალურად აინტერესებთ. სწორედ ეს იღებს მთელ დაფინანსებას, ყურადღებას და მხარდაჭერას. ეს ასევე ის ნაწილია, რომელსაც კრემლი მიუთითებს, როცა სურს დაამტკიცოს, რომ რუსეთი არ მარცხდება, რომ მისი წარმოება იზრდება და ეკონომიკა კარგადაა, მიუხედავად საერთაშორისო იზოლაციისა და დამაზიანებელი დასავლური სანქციებისა. ეკონომიკის მეორე ნაწილი კი უგულებელყოფილია, შეუმჩნეველი და დაფარული. ეს ის ნაწილია, რომელზეც პუტინს და მის გარემოცვას არ უყვართ საუბარი, მაგრამ სწორედ ეს გავლენას ახდენს იმ 140 მილიონზე მეტ ადამიანზე, ვინც რუსეთს საკუთარ სახლად მიიჩნევს. რადგან ეს არის ეკონომიკის ის ნაწილი, რომელზეც ისინი დამოკიდებულნი არიან საკვებისთვის, კომფორტისთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის და ყველაფრისთვის, რაც ადამიანებს ღირსეული ცხოვრებისათვის სჭირდებათ და ეს ყოველდღიურად უარესდება. მაგრამ სანამ ამაზე უფრო ღრმად ვისაუბრებთ, თუ ასეთი ანალიზი გსურთ უფრო ხშირად, დარწმუნდით, რომ გამოწერილი გაქვთ The Military Show. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკა ძლიერად რჩება, რადგან ფედერალური ბიუჯეტის სულ უფრო დიდი ნაწილი მიედინება მის მხარდასაჭერად, სამოქალაქო ეკონომიკა კრიზისშია. ომი ყველაფრის მჭამელი ურჩხულია, რომელიც რესურსებს რეკორდული სიჩქარით შთანთქავს. ადამიანების საწვავი და ნედლეული, ეს ყველაფერი გამოიყენება ამ ურჩხულის გაუმაძღარი მადას დასაკმაყოფილებლად და საზოგადოება ამას უკვე გრძნობს. ეს აღარ არის რუსეთი, სადაც ხალხს უკეთესი მომავლის ოცნება შეუძლია, არამედ ქვეყანა, სადაც ისინი უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვიან. რუსეთი, სადაც ჯანდაცვისა და განათლების დონე იკლებს. ქვეყანა, სადაც მხოლოდ ის ბიზნესები ყვავის, რომლებიც ომს ემსახურება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი განადგურებასაა მიცემული. ადგილი, სადაც აღარ არსებობს სტიმული ან რაიმე სახის ჯილდო ამბიციისთვის, ინოვაციისთვის ან შემოქმედებისთვის. როდესაც ომის ეკონომიკა დომინირებს, ამბიციური ახალგაზრდები, ან ისინი, ვინც ცდილობენ ოჯახი არჩინონ, აღარ ფიქრობენ საინტერესო იდეებზე ან უნიკალურ ბიზნეს გეგმებზე. ისინი სულ უფრო მეტად მიხავთ, ან პირდაპირ სამხედრო ძალებში გაწევრიანებისკენ, ან კონფლიქტში სხვა გზებით მონაწილეობისკენ.
ამასობაში მოსახლეობის უმრავლესობისთვის ცხოვრების ხარისხი განაგრძობს დაქვეითებას. მაშინ როცა ისინი, ვინც ზევით არიან, აგრძელებენ სიმდიდრისა და ძალაუფლების დაგროვებას ყველანაირი გზით. პოსტსაბჭოთა ეპოქის პიკზე რა თქმა უნდა არსებობდნენ ოლიგარქები. თუმცა სხვა ადამიანებსაც შეეძლოთ უკეთესი ცხოვრებისკენ გზა გაეგვალათ, დაემყარებინათ კავშირები, შეექმნათ ბიზნესი, შეეძინათ ქონება და ასე შემდეგ. ეს ახლა ვეღარ მოხდება. სახელმწიფო ამას ვეღარ დაუშვებს. როდესაც რესურსები იკლებს, სახელმწიფო მხოლოდ იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს უჭერს მხარს, რომლებიც კონფლიქტისთვის ყველაზე დიდ სარგებელს ქმნიან. თავდაცვის კონტრაქტორებს, სამხედრო მომწოდებლებს და სხვა ადამიანებს, რომლებიც ომის მანქანას აშენებენ და აფინანსებენ. ყველა დანარჩენი უბრალოდ გადასაყრელ პირუტყვად იქცევა. და ამ ეტაპზე ამ ადამიანების უფლებებს, დაცვასა და თავისუფლებებს მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ სახელმწიფოს არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ მათზე ფეხით გადაუაროს. სწორედ ამიტომ 2026 წელს სულ უფრო მკაცრი ზომები მიიღეს საზოგადოების ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვის მიზნით. ხალხი მხოლოდ ოჯახის გამოსაკვებად არ იბრძვის და მხოლოდ საწვავსა და საკვებზე გაზრდილ ფასებს არ იხდის. ისინი თანდათანობით წყდებიან დანარჩენ სამყაროს თითო აპლიკაციითა და ვებგვერდით. WhatsApp-ისა და YouTube-ის მსგავსი პლატფორმები ფაქტობრივად დაბლოკილია და ის ინსტრუმენტიც, რომლებსაც ხალხი ადრე ამ შეზღუდვების ასარიდებლად იყენებდა, მაგალითად VPN-ები, ასევე მკაცრად შეიზღუდა. საშუალო რუსს აღარ შეუძლია თავისუფლად დაუკავშირდეს მეგობრებს ან ნათესავებს მსოფლიოს გარშემო. კონდეს წვდომა დამოუკიდებელ ან უცხოურ საინფორმაციო ქსელებზე, ან უყუროს იმ კონტენტს, რომელიც კრემლს არ დაუნტკიცებია. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ შიდა გადახდის სისტემას მასიური კოლაფსი ჰქონდა VPN-ების ბლოკირებასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო, მაგრამ კრემლს ეს არ აინტერესებს. რაც არ უნდა მცირე ინტერესი ქონოდა ოდესღაც მუშების კეთილდღეობასა და ხალხის კეთილდღეობაზე, ეს დიდი ხანია გაქრა. მას არ ანაღლებს თუ მისი ინტერნეტზე დაწესებული შეზღუდვები ზიანს აყენებს მცირე ბიზნესებსა და შემოქმედებს, ან თუ მისი ცენზურის კამპანიები ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებას ართულებს. თუ მიწოდების სერვისები ვერ მუშაობს და საზოგადოების შრომის მოყარე წევრები, როგორიცაა მასწავლებლები, ექიმები და მზრუნველები, კარგავენ წვდომას იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი როლის შესასრულებლად. რადგან ეს ადამიანები აღარ არიან პრიორიტეტი. ომი არის ერთადერთი პრიორიტეტი, ერთადერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც მართლა მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მართავს. თუ კრემლი თავის თავდაცვის ინდუსტრიას მუშაობაში შეინარჩუნებს, სჯერა რომ ყველაფერი დანარჩენის მოგვარდება. რადგან ყველაზე ძლიერ ადამიანთა და კომპანიათა წარმატება და გადარჩენა სწორედ ეკონომიკის ამ კონკრეტულ ნაწილზეა დამოკიდებული. ცოტა ხანს ჩანდა, რომ მოსკოვი ამ გეგმას დაუჯელად განახორციელებდა. მაგრამ როცა ომი გრძელდება და სულ უფრო უახლოვდება სახლ-კარს, ეს ნაზი ბანკოს სახლი სულ უფრო უახლოვდება დაშლის წერტილს. იმიტომ რომ ომის დასაწყისში ხალხი ომის შედეგებს ასე ძლიერად ვერ გრძნობდა. იცოდნენ რომ ომი მიმდინარეობდა და ყველას თავისი აზრი ჰქონდა ამაზე. ზოგი ეთანხმებოდა, ზოგი არ ეთანხმებოდა, მაგრამ უმეტესობაზე ეს დიდად არ მოქმედებდა. ისინი მაინც აგრძელებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას, აკეთებდნენ იმავე საქმეებს, რასაც ყოველთვის აკეთებდნენ, სტუმრობდნენ იმავე მომოსკოვის კაფეებს, სარგებლობდნენ იმავე კომფორტით და მიხვებოდნენ ჩვეულ რუტინას. ბრძოლა მძვინვარებდა, მაგრამ ის იმდენად შორს იყო, რომ ზოგს შეეძლო თავი დაერწმუნებინა, თითქოს საერთოდ არც კი ხდებოდა. 2026 წელს ასეთი აზროვნება უკვე აღარ არის შესაძლებელი. რადგან ეს ომი აღარ მიმდინარეობს ასობით მილით მოშორებით მოსკოვიდან, შორეულ სადავო ტერიტორიებსა და ფრონტის ხაზის სასიკვდილო ზონებში. ის იზжоნება და ვრცელდება მთელ რუსეთში, ყოველდღიური ცხოვრების ყველა სფეროში აღწერს. ეს ხდება როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი გზებით. პირდაპირი გზები ყველაზე აშკარა და ფეთქებადია. დრონებისა და რაკეტების თავდასხმები რუსულ ინფრასტრუქტურაზე. ზრდადი სიხშირით უკრაინის ძალები ახორციელებენ ზუსტ დარტყმებს რუსეთის ნავთობის ობიექტებზე, სამხედრო ბაზებზე, აეროდრომებზე, საწყობებზე და სამხედრო სამრეწველო ობიექტებზე. კიევის ძალები სამოქალაქო პირებს არ ესხმიან თავს, მაგრამ სამოქალაქო პირები ხშირად იმ ტერიტორიაზე არიან, როდესაც ეს თავდასხმები ხდება. ისინი ხედავენ, როგორ დაფრინავენ დრონები ზემოდან. ისინი ისმენენ დარტყმებსა და აფეთქებებს. ისინი უყურებენ, როგორ მძვინვარებს ხანძარი და როგორ ავსებს კვამლის სვეტები ცას. და ეს ყველაფერს ცulis. ეს ჩვეულებრივ ადამიანებს აგრძნობინებს, თითქოს ისინი საომარ ზონაში არიან, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ადგილებში მუშაობენ და მართავენ, სრულიად ახალ პრობლემებს უჩენს, რომლებსაც უნდა გაუმკლავდნენ. რადგან თუ თქვენ მართავთ ბიზნესს, რომელიც ომთან რაიმე ფორმით არის დაკავშირებული, შეიძლება დრონით თავდასხმის რისკის ქვეშ აღმოჩნდეთ. ნებისმიერ მომენტში თქვენი საწარმო შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს, თქვენი ოპერაციები განადგურდეს, ზოგიერთი თანამშრომელი კი დაჭრილი ან მოკლული იყოს და თქვენ როგორმე უნდა იპოვოთ გზა, რომ ამ ყველაფერთან ერთად იცხოვროთ. არსებობს ასევე არაპირდაპირი გზები, რომლითაც ომი რუსებისთვის ცხოვრებას ამძიმებს. მაგალითად, სამუშაო ძალის დეფიციტი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ ბევრი შრომისუნარიანი ადამიანი ომში წაიყვანეს და ისინი ან დაიღუპნენ, ან დაიჭრნენ. ხოლო კიდევ უფრო მეტი ადამიანი პირველივე შესაძლებლობისთანავე ქვეყნიდან გაიქცა.
როდესაც ნაკლები ადამიანი მუშაობს, ბევრი ადგილობრივი ბიზნესი იშლება და ნაკლები საუკეთესო და ნიჭიერი ადამიანი წვლილს შეაქვს საზოგადოებაში. საზოგადოება გარდაულად დეგრადირდება. ტრანსპორტი ნელდება, მომსახურება უარესდება და ზეწოლა იზრდება იმ ადამიანებზე, ვინც ჯერ კიდევ ახერხებს სამუშაოს პოვნას. ქვეყნის ვალუტამაც დაკარგა ღირებულება. ამასობაში ბევრმა საერთაშორისო კომპანიამ გაწყვიტა კავშირი რუსეთთან და აღარ აწუდის მნიშვნელოვან საქონელსა და მომსახურებას, რის გამოც ხალხი იძულებულია ნაკლებით დაკმაყოფილდეს. ყველაფრის ნაკლებობა, ნაკლები ფული, ნაკლები კომფორტი, ნაკლები თავისუფლება. ეს კატასტროფისკენ მიმავალი გზაა. და როცა ეს კატასტროფა ახლოვდება, ხელისუფლებაში მყოფები უფრო პანიკაში ვარდებიან და უფრო სასოწარკვეთილები ხდებიან. ნორმალური სახელმწიფოები შედარებით პროგნოზირებადი გზებით მოქმედებენ. ისინი ამზადებენ გეგმებს და შესაბამისად ანაწილებენ თანხებსა და რესურსებს. ეს სრულყოფილი არ არის, მაგრამ სანდოა და გარკვეულ დონეზე მუშაობს. მაგრამ ომში მყოფი რუსეთი კარგავს ეს სანდოობა, ეს პროგნოზირებადობა. ის რუტინა, რაც ადამიანებს სჭირდებათ იმისთვის, რომ იგრძნონ, თითქოს მათ ცხოვრებასა და გარემოში რაიმე წესრიგი არსებობს. ამის ნაცვლად ქვეყანა გადადის საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, სადაც სტაბილურობასა და სტრუქტურას ჩაანაცვლებს იმპროვიზაცია და სპონტანურობა. ასე ქვეყანას ვერ მართავ, განსაკუთრებით ისეთ დიდ და რთულ ქვეყანას, როგორიც რუსეთია, რადგან ლოგიკის, გონივრულობისა და პასუხისგებლობის ყველა აზრი ქრება. არავინ იცის ერთი კვირიდან მეორეზე რა წესები იმოქმედებს. არავინ არის მზად მიიღოს დიდი გადაწყვეტილებები, რადგან არ იციან, როგორ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებებს. რეგიონალური მოხელეები ახლა უფრო მეტ დროსა და ენერგიას ხარჯავენ მხოლოდ კრემლის უახლეს ახიდებებსა და სურვილებზე რეაგირებაში, ვიდრე ცაში, ვიდრე ცდილობენ როგორმე რაიმე ფორმით გააუმჯობესონ თავიანთი რეგიონები იქ მცხოვრები ხალხისთვის. ისინი ძალიან დაკავებულები არიან იმ არეულობების მოგვარებით, რასაც შრომითი კრიზისი, ინფრასტრუქტურის გადატვირთვა, ინტერნეტის გათიშვები ან დრონების შემოსული ჯგუფები იწვევს, რომ რაიმე ნამდვილად სასარგებლო ან ღირებული გააკეთონ. ეს ასე ვერ გაგრძელდება. ხალხი ამას სამუდამოდ ვერ აიტანს. უკვე ბევრმა მოუწია საყვარელ ადამიანებთან გამომშვიდობება. დაკარგეს ძმები, შვილები და მამები ფრონტის ხაზზე მიმდინარე უაზრო შეტევებში. სხვებს შეიძლება ჯერ კიდევ მთელი ჰყავდეთ ოჯახი, მაგრამ მათ ცხოვრებაში ყველაფერი გაუარესდა. კარიერული პერსპექტივებიდან დაწყებული, იმ გზების ხარისხით დამთავრებული, რომლებზეც ყოველდღე მოძრაობენ და იმ ფასით, რასაც საწვავის ავზისთვის იხდიან. ხალხი ხედავს, რომ ისინი მიტოვებულები არიან. ისინი იმედგაცრუებულები, მოუსვენრები და გაბრაზებულები არიან. და თვით რუსეთშიც კი, სადაც ნებისმიერი განსხვავებული აზრის გამოვლენაც კი დანაშაულად ითვლება, ხალხი მაინც ახმოვანებს თავის აზრს. პუტინის რეიტინგი იკლებს. ხალხს ხელში ამოუვიდა მდიდარი მმართველების მხრიდან მათადმი უპატივცემულო მოპყრობა. ბოლო ჯერზე, როცა ეს მოხდა, დაახლოებით 1 საუკუნის წინ, ეს იმპერიის დასასრულით და რუსული საზოგადოების სრულ გარდაქმნით დასრულდა. და თუ პუტინი მოსახლეობას ასე უყურადღებოდ მოეპყობა, მის რეჟიმს შეიძლება მსგავსი ბედი ეწიოს. ეხლა გაიგეთ მეტი იმ ბნელ და სახიფათო გზაზე, რომელსაც პუტინი ადგას ამ ვიდეოში, სადაც ნაჩვენებია, როგორ დააბრუნა მან თავისი ქვეყანა წარსულში უკრაინის ნებისმიერ ფასად დაპყრობის დაუნდობელი მცდელობით. ან ნახეთ ეს ვიდეო, რომ გაიგოთ, როგორ აგრძელებს უკრაინა ყველა მოლოდინის წინააღმდეგ ბრძოლას და თითქოს შეუძლებელ აღწევს. იყენებს რა ყველაზე ჭკვიანურ ტაქტიკებსა და ყველაზე მოულოდნელ ინოვაციებს, რათა ყველა მნიშვნელოვან ასპექტში გადაასწროს და აჯობოს რუსეთს. და ბოლოს, არ დაგავიცლეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ესეთი ვიდეო.